შენ იცი ერთ-ერთ ეპიზოდში მე და მაკამ სერიოზულად ვიჩხუბეთ, იმიტომ რომ მე ვეჩხუბებოდი რომ როგორ უშლიდი ნერვებს ნელიკოს თქო და ესეც ამასაც ნერვები მოეშალა და მეც გამახსენდა რომ ვუყურებდი მაშინ რა, როგორ მეშლებოდა ნერვები კარაქიან პურზე რომ პირს არ აღებდა და მე ეგოისტი ხარო. კი. მე ვუთხარი რომ კარაქიან პურზე, ახლა 35 წელი თუ 36 წელი რომ ადამიანი გეუბნება რომ დილით ვერ ვსაუზმობ. აი, ხო უნდა გაიგოს დედამ რომ ვერ საუზმობ. იცი როგორი ნაცნობია ჩემთვის? მასლა ზუსტად ჩემი შვილი. დედა. ორივე მაკრინე რო ვარ. ორივე მაკრინე და ვერ შემაგნებინა რომ დილით ყავის მეც არაფერს არ მიიღწევ. აი, გასაგებ. ვერ შემაგნებინა, იმიტომ რომ მე მაინც ტენი რაღაცებს, ტენი აი ზუსტად. მე და ნელიკო ნამდვილად არ გავართ ერთმანეთს, მაგრამ რაღაცებში გადაიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანში ჩვენი ხაზები. შვილთან დაკავშირებით განსაკუთრებით. გაწვალებდი? არა დედა. არა. კაი შვილი ვარ. ნამდვილად. კარგი პრინციპული ადამიანი ყველანაირად პატივსაცემია. ხო, მაგრამ ხანდახან ხო ძალიან უხეში ვიყავი. კი, მაგრამ არა უშავს. თუმცა რომ მე ვფიქრობ, რომ თინას ყველაზე მეტად უყვარს დედა. რა თქმა უნდა. უნდა ეხა რომ გამოძურეს რა. ჩვენ აქ მე დედა ვარ. ეგოისტობს. და 6-ვე რო თინას 6-ვე არა ის არ არის ჩემი. 5-ვე რო თინასნაირი ყოფილიყო, შენ ნინა ჟაჯღანი მერე ნახე. ქუჩაში არ გაჩერებდნენ, არ გეუბნებოდნენ ის თინა ერთი მოჩეჩე კარგათო, ა? გამოაფხიზლეო. ხო, გეუბნებოდნენ რამეს ისე. კი, ძირითადად გაათხოვე და გაუშვი სახლიდან, გაათხოვე და გაუშვი. რა ეჩქარება თქო მე ვპასუხობდი. რაღაცაზე ვეღარ ვიხსენებ. რაღაცა სცენა გქონდა რომ მაგის გამო ხო არ გავთხოვდებიო და შტეფსელი იყო დასაყენებელი. რა ქვია მაგას. კი, კაცი საჭირო ოჯახშიო და შტეფსელის გამო ხო არ გავთხოვდები დედაო. არა დედა, შტეფსელის გამო არ უნდა გათხოვდე. არა. კაცია ოჯახში საჭირო. დაიწყო. ხო. ორი თვე აგერ შტეფსელები ვერ გაგვიკეთებია. ორი ქალი აგერ მაგიდაზებს ხედავთ თაგვიშიშით. ხაურმა და ხიკალი რამდენი ხანი არ გავიკეთებია. რაც შოტიკო გარდაიცვალა იმის მერე. რამდენი რამეა დედა სახლში, რასაც მამაკაცის ხელი სჭირდება, 1000 რამე. მამაკაცის ხელი და ფეხი არაფერს არ სჭირდება. თაგვის გამო ხო არ გავთხოვდები დედა? ნერვებს ნუ მიშლი. შენ შვილს უფრო შეეფარებოდა ალბათ კატოს ტიპაში. უი, არა. არა. ანუ თინა არის. თინა. კი. შენ ხარ დედა. პირდაპირ მნიშვნელობით რომ მართლა გადაგარჩინა ის მოყევი. აუ ხო, სარკერო დაგვეცა თავი. ხო, ინსტინქტურად რომ გადამეფარე როგორც დედა. ხო, მოკლედ გადაღებაზე წინ გვედგა დიდი უშველებელი ძველებური სარკე. იდგა 2 წელი. მიყუდებული იყო ძალიან ისე. რაღაც პატარა მაგიდაზე და ხო. და მესამე თუ მეოთხე წელს დაიძრა ეს, არ ვიცი ვიღაცამ გაკრა თუ არ ვიცი რაღაც კამერა გამოედო თუ რაღაცა ისა. სცენის დროს და ინსტინქტურად ვეტაკე გამოვათრია, იმიტომ რომ ვარდებოდა და დაიმსხრა მე ეს. დაიმსხრა. აბა. და იმხელა შოკი იყო, რომ ცოტა ბუნდოვნად მახსოვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ის იყო. იცით, ერთად ვიყავით რამდენი წელი, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ხანახა ლოკაციები ერთი იქით ჩვენ თითქმის პერიოდულად ყოველ დღე გვიწევდა და ეს ისეთი ერთობა ხდება, ეს ისეთი რაღაცნაირი ერთი ოჯახი ვიცი. სიყვარული არ არის, ეს არის რაღაც გაერთიანება რაღაცის გარშემო, რაც გიყვარს და ყველას გვიყვარდა ეს ყველა. რა თქმა უნდა, ვიღლებოდით, ჯაჯღანებდით, რა ვიცი, მე გუბეზდებოდა, მაგრამ ეს კეთდებოდა მართლა თავდადებით სიყვარულით და ხალისით. კი, ნამდვილად. ეს ხალისი შემოქმედებაში არის ძალიან მაგარი უდიდესი მოტივაციის გამო, რასაც ჩვენი მაყურებელი გვაძლევდა. ნამდვილად, ეგ იყო ყველაზე დიდი ჯილდო და არის დღემდე. რა თქმა უნდა.